მოდი დავიწყოთ გაგრით, სადაც +7 გრადუსია და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თუმცა გუშინდელისგან გასვლობით აღარ წვიმს. გადავინაცვლოთ სოხუმში, სადაც +9 გრადუსია და აქაც შეწყდა წვიმა, ზუგდიდში +9 გრადუსი და მზიანი ამინდი ელოდება ჩვენს ზუგდიდს. მესტიაში 0 გრადუსია ნავარაუდევით. ფოთში +10 გრადუსია და უმეტესად მზიანი ამინდი. ვნახოთ ბათუმი, სადაც ისევ წვიმს და +10 გრადუსია. გადავინაცვლეთ ოზურგეთში, სადაც +7 გრადუსია მოსალოდნელი, ქუთაისში +8 გრადუსი და მოღრუბლული ამინდი ელოდება ქუთაისს, ამბროლაურში +4 გრადუსი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ნახოთ ახლა რა ხდება ახალციხეში, სადაც +1 გრადუსია და ღრუბელი ნავარაუდები. ბორჯომში კი -1 გრადუსი და თოვლი. ნახოთ ახლა ბაკურიანი, სადაც -3 გრადუსია და იქაც თოვს. გორში +3 გრადუსი და უმეტესად ღრუბლიანი ამინდია, ცხინვალში +1 გრადუსი და აქაც ღრუბლიანი მზე. ნახოთ სტეფანწმინდა, სადაც -3 გრადუსია. ნავარაუდები, გუდაურში -8 გრადუსი, თუმცა თაკარა მზეა მოსალოდნელი, თელავში +5 გრადუსი. ნახოთ ახლა უკვე რუსთავ ქალაქი, სადაც +9 გრადუსია და უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და ჩვენს დედაქალაქში +7 გრადუსი. ძალიან კარგია, რომ არ გვაქვს ნალექი, არც წვიმს, არც თოვს. ნახოთ.